ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებათ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელი, რომელიც გახლავთ სატელევიზიო ეთერი სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა და ეს ეთერი და ეს სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზიც მოწოდებულია საგვარეულო ისტორიებისთვის, საგვარეულო ღირებულებებისთვის, საგვარეულო ფასეულობებისთვის და მთელ იმ დეტალური მასალის შესახებ, რომელიც გვარებს, საგვარეულო კულტურას უკავშირდება და რა უკავშირდება საგვარეულო კულტურას იმაზე უფრო უშუალოდ და იმაზე უფრო კარგად, ვიდრე საგვარეულო წიაღიდან გამოსული წმინდანები, მათი ცხოვრება, მათი სამაგალითო აღსასრული ამ ქვეყნიურ წუთისოფლის რეალობაში და დიახაც წუთისოფელი დგას სადარაჯოზე კლავაც და კლავაც იმ მარადიულობისა, რომელი მარადიულობაც არის წილნაყარი უფალთან, უფლისმიერ ცხოვრებასთან და იმ სიწმინდესთან, რომელიც სიწმინდის ნიშაც დატოვა ამა თუ იმ წმინდანმა. ჩვენ ცალ-ცალკე წმინდანების შესახებ გაცნობთ ისტორიებს და მათ ცხოვრებას და დღეს საუბარი გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საქართველოსთვის ძალიან საყვარელი წმინდანების შესახებ. ეს არის წმინდა ივლიტა და წმინდა კვირიკე. ესენი მოგეხსენებათ დედაშვილი გახდნენ, რომლებიც მესამე საუკუნეში ცხოვრობდნენ მცირე აზიაში, სადაც ხელისუფლებაში მოვიდა დიოკლეტიანე, ჩვენთვის კარგად ცნობილი და შეიძლება ითქვას ავად ცნობილი დიოკლეტიანე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია დიდი დევნა ქრისტიანებისა და აი ამ დევნის პირისპირ აღმოჩნდა წმინდა გიორგი, რომელიც დიოკლეტიანეს მიერ იყო ესეთი მოწამეობრივად აღსრულებული სხვა წმინდანები და მათ შორის აი წმინდა ივლიტა თავისი მცირეწლოვანი შვილით კვირიკეთი, რომელმაც იგრძნო რა საფრთხე, დაწყებული საფრთხე მცირე აზიაში ქრისტიანების დევნისა, მან მიატოვა თავისი საცხოვრებელი და წავიდა მშვიდობიანი ადგილის, ანუ მშვიდობიანი ნავსაყუდელის საძიებლად. აქვე უნდა ითქვას რამოდენიმე სიტყვით ის ფაქტი, რომ ამ დროს ივლიტა გახდა ქრივი, მას საბრძოლო საკითხებისა და საბრძოლო პროცესებში ყავდა ქმარი დაღუპული და ერთადერთი შვილი კვირიკე ყავდა მას, რომელიც იყო მცირეწლოვანი, მხოლოდ 3 წლის ასაკში და აი ეს დედაშვილი დარჩნენ მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა და ანაბარა იმ უფლისა და იმ რწმენისა, რომლის ღირსეული შვილებით თვითონ გახდნენ. როგორც უკვე ვახსენეთ, დატოვა მან რა საცხოვრებელი, სახლი, ქონება, წაიყვანა მხოლოდ 2 მხევალი და წავიდა თავშესაფრის საძიებლად, გადავიდნენ სხვა ქალაქში, ერთხანს იმ ქალაქში ცხოვრობდნენ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ქალაქიც არ იყო უსაფრთხო, გამოიცვალეს და კიდევ სხვა ქალაქში წავიდნენ და აი გადავიდნენ, ეს უკვე მესამე პირველი საცხოვრისის შემდეგ, ეს მეორე და მესამე საცხოვრისი იყო მათი და ეს არის ქალაქი, რომელიც საგანგებოდ ამოვიწერე, ქალაქი ტაროსი. ქალაქ ტაროსში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამ ქალაქის მმართველი იმ პერიოდში გახდა ალექსანდრე და ამ მცირეწლოვანი შვილით კვირიკეთი ივლიტამ, როგორც იტყვიან, ჩაჯდა უპოვართა შორის და დაიწყო მათ შორის ცხოვრება, რომ შეუჩნეველი და უჩინო ყოფილიყო იმ ქალაქის ხელისუფალთათვის და აცდენოდა იმ დევნას, რომელიც ქრისტიანების მიმართ იყო გამოცხადებული, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ესეთი თავშესაფარი, დროებითი გადარჩენა იყო მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების პროცესში და გარკვეული პერიოდის შემდეგ იბარებს ქალაქის თავი მას და უსვავს კითხვას, თუ ვინ არის, თუ საიდან მოვიდა, თუ რა ცხოვრებითა და რა სარწმუნოებით ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და ასე შემდეგ და ივლიტა მას ერთ მნიშვნელოვნად პასუხობს. მე ვარ ქრისტიანი
და ჩემი ქრისტიანობა არის დასტური, ჩემი სახელისაც, ჩემი წარმომავლობისაც და ჩემი რელიგიური წამსისაც. სწორედაც ეს გახდა მისი ერთგვარი სახე და ეს ერთგვარი რაობის აღმნიშვნელი ისეთი თავისთავადობა, რომელსაც წარმოადგენდა აი ეს ქვრივი დედაკაცი თავის შვილთან ერთად. მას რა თქმა უნდა შესთავაზეს კერპებისათვის ხერხის შეწირვა და ქედის მოდრეკა კერპების მიმართ. მან უარყო კერპების მიმართ დამოკიდებულება და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა ერთგულება ქრისტე ღმერთისა, რომელიც რა თქმა უნდა აი ამ დიდ პროცესში, აი ამ ქრისტიანების დიდ დევნასა და დიდ შევიწროებაში უჩინო არ დარჩა და დაუსჯელიც არ დარჩა შეიძლება ითქვას. ივლიტა მის ცხოვრებაში არის ნახსენები, რომ ხარის ძარღვებისაგან დამზადებული შოლტით ცემეს და აი ამ ცემით დათრგუნეს, ცდილობდნენ დათრგუნოს მისას, რათა დათრგუნულ დედაკაცს დაეტოვებინა თავისი სარწმუნოება და კერპებისთვის ეცა თაყვანი. პროცესი განვითარდა შემდეგნაირად. პატარა შვილმა კვირიკებ რომ დაინახა ეს დედის ესეთი არაადამიანური ცემის ფაქტი, მთელი ხმით ყვიროდა, ტიროდა ხმამაღლა და იბრძოდა დედის დახმარებისა თუ დედის გადარჩენისათვის. ქალაქის მთავარმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ეს ბავშვი ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, აიყვანა ხელში და ესეთი მოფერება სცადა ამ ბავშვს, რომ როგორი ლამაზიაო ეს ბავშვი, რაღაცა ყურადღება გაამახვილა ბავშვის სილამაზეზე. კვირიკე არ შეეპოვა ამ ქალაქის მთავრის ესეთი ფამილარულ და ასე ვთქვათ ესეთ ყალბურ დამოკიდებულებას. იგი სწოდა წვერებში, დაითრია წვერებიდან და ყვიროდა, მეც ქრისტიანი ვარ, ისე როგორც დედა ჩემი. ქალაქის თავი გახელდა და ესეთი გაბრაზდა ამ ჩვილის ესეთი ქცევისა და გამო და ბავშვი ძირს დაანარცხა. იქ იყო კიბეები, რომელიც ეს ძირს დანარცხებული ბავშვი ამ კიბეებზე ჩაგორდა და აი ამ კიბეების კუთხეებზე თავის დარტყმისა და გამო გარდაიცვალა. წმინდა კვირიკე აღესრულა აი ასეთი მოწამეობრივი აღსასრულით და აღესრულა ქალაქის პირველი, ანუ ალექსანდრეს ხელით, ქალაქის თავის ალექსანდრეს მეშვეობით. ამისი მხილველმა დედამ ივლიტამ მადლობა შესწირა ღმერთს იმისთვის, რომ შვილი ბოლომდე ერთგული დარჩა ქრისტეს მიმართ და ქრისტეს სარწმუნოების მიმართ და ის მისი შვილი აღმოჩნდა სწორედ ის, რომელმაც ქრისტეს უერთგულა და მისი სახელის ხსენებაში, მისი სახელის დიდებაში აღმოხდა სული. რამე თუ მან ძალიან კარგად იცოდა თუ რა ღვაწლი იყო სულიერი თვალსაზრისით და რელიგიური თვალსაზრისით ეს ყოველივე და როგორც იტყვიან, აი ეს მადლიერების გრძნობა უფლის მიმართ აი გამოხატული იქნა აი ამ თვალსაზრისით. ამის შემდეგ ივლიტა აწამეს და უნდა ითქვას, რომ აი ამ წამებაშიც ივლიტა იყო იმდენად შეუდრეკელი, იმდენად მხნე და იმდენად ესეთი განსაკუთრებული სიმამაცის მქონე, რომ ვერ დაახევინეს უკან და მას თავის წარკვეთეს, ანუ თავი მოკვეთეს და აი ამ ფორმით დასრულდა მისი მოწამეობრივი ცხოვრება. როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, მისი შვილისა და უშუალოდ ივლიტას ნეშტი ქალაქის გარეთ მინდორზე გაიტანეს ურმით და იქ დაყარეს ეს ნეშტი, რომლებიც ღამე ქრისტიანებმა მალულად მიაბარეს მიწას და აი ასე გასრულდა მათი ცხოვრება. ეს შეიძლება ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან სქემატური სახე იყოს წმინდანთა ცხოვრებისა, მაგრამ აი ამ ყველაფრის მიღმა დგას ის სულიერი კულტურა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას და
აუცილებლად საჭიროებს ერთგვარ მიდგომას, ანუ არსობრივ გათავისებას იმისა, თუ რა მოხდა და რა პერიოდთან გვაქვს საქმე. მათი აღსასრული შედგა, ანუ ივლიტასა და კვირიკეს მოწამეობრივი აღსასრულის წელი გახლავთ 305 წელი. მოგეხსენებათ, ეს არის ის პერიოდი, როდესაც დიოკლეტიანეს როგორც სიტყვიან სისხლის კალო აქვს ქრისტიანებისა დაყენებული თავის ქვეყანაში. აქ უკვე მოწამეობრივად აღსრულებულია წმინდა გიორგი, მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ იცის საზოგადოება და ეს იყო წინწრები 2 წლით, ანუ 303 წელს აღესრულა წმინდა გიორგი და ეს 2 წლის წინწრები მომენტი იყო საზოგადოებისათვის არა მხოლოდ ცოდნა და არა მხოლოდ ისტორიული ფაქტი, რომელიც ცნობილი გახდა ადამიანებისათვის, არამედ მხნეობის მომანიჭებელი, მაგალითის მიმცემი და ერთგვარი სულისკვეთების წვრთნისთვის საჭირო საქმე და აი ეს მოწამეობრივი დამოკიდებულება უკვე როგორც ხედავთ 2 წლის შემდეგ მეორდება უკვე წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს ცხოვრებაში და სწორედაც აი ამ მოწამეობრივი კულტურით და მოწამეობრივი თავდადებით ისინი განასრულებენ თავის ცხოვრებას. ამ პერიოდში საქართველოში ხდება შემდეგი, რომ წმინდა ნინო მოდის საქართველოში, წმინდა ნინოს მსახურება იწყება, წმინდა ნინოს მოსვლასთან ერთად მოდის მცირე აზიიდან ის მოწამეობრივი კულტურა და ის სულიერი გამოცდილება, რომელიც მცირე აზიის იერუსალიმისთვის იყო ესეთი დამახასიათებელი და უკვე ნიშანდობლივი და აი ეს გამოცდილება მოსულია უკვე საქართველოში, ამ ყველაფრის შესახებ საუბარია საქართველოს რეალობაში, საქართველოს წიაღში და საქართველოშიც იწყება დიდი სულიერი გამოგვიძება ამ თვალსაზრისით და სარწმუნოებრივი აღმასვლა. უნდა ითქვას შემდეგი, რომ წმინდა ივლიტა და წმინდა კვირიკე საქართველოში არასოდეს არ ყოფილან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი სულიერი მხნეობა, მათი სულიერი რაობა, მათი მოწამეობრივი აღსასრულის ნათელი იმდენად მყარი გახდა და იმდენად საფუძვლიანი გახდა მთელი ქვეყნიერებისთვის და მათ შორის ისეთი ქვეყნისთვის, როგორც ქრისტეს მოყარე ქართველი ერი გახდა, რომ შეითვისეს ივლიტასა და კვირიკეს ისტორია, შეითვისეს მათი თავდადება, მათი თავგანწირვის მომენტი და ქართველი ხალხისთვის ესენი გახდნენ ძალიან წმინდა, ძალიან დიდი სულიერი სიახლოვის მქონე ადამიანები, რომლის ცხოვრებაც გადაიწერებოდა, ვრცელდებოდა, განევრცობოდა და როგორც იტყვიან, ხელ და სულ მისასვლელი გახდა ძალიან ბევრი ქართველისა და ძალიან ბევრი ქრისტიანისთვის. დღეს საქართველოში წმინდა ივლიტას სახელზე არსებობს მთელი სოფელი, ეს არის ახალციხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ქალაქ ახალციხესთან იქვე ახლოს მიმდებარედ ქალაქისა არის ისტორიული სოფელი ივლიტა, რომელიც ესეთი ძალიან კარგი ქართული სოფელია, თავისი წარსულით, თავისი ისტორიით, მას აქვს თავისი ტაძარი, ანუ სამლოცველო და ესეთი ქრისტიანული კულტურა და რაც მთავარია, ეს არის სოფელი, რომელიც წმინდა ივლიტას სახელს ატარებს. წმინდა კვირიკესთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მისი სახელობის დასახლებული პუნქტი არსებობს, კერძოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტში. არის სამტრედიის მუნიციპალიტეტში კიდევ მეორე სოფელი კვირიკე, რომელიც სხვა თემშია უკვე და სხვა თემს ეკუთვნის. ასევე კვირიკეს სახელობის სოფელი არის ქობულეთის მუნიციპალიტეტში და იქ უნდა ითქვას სხვათა შორის, რომ არის ზედა კვირიკე და ქვედა კვირიკე სოფლები, ანუ გამიჯნული სასოფლო ისინი წარმომადგენლობები და აი ამ ჩამონათვალს თუ გავითვალისწინებთ, კვირიკეს სახელზე არათუ 3, არამედ 4 სოფელია, ჩემო ბატონო და ყველანი ვინც ამ სოფელში ცხოვრობენ, ატარებენ სახელს ივლიტელები არიან, ანუ ივლიტას სახელობის სოფელში ცხოვრობენ და მეორეს მხრივ კვირიკეს სახელობის სოფელში ცხოვრობენ და კვირიკედან არიან, არო კვირიკეს სოფელ კვირიკეს მაცხოვრებლები არიან და ყველა ამ მაცხოვრებლის სახელდებაში, ამ მაცხოვრებლის წარმომავლობაში კლავაცა და კლავაც მჟღავნდება და ჟღერდება სახელი იმ დიდი წმინდანებისა, რომლებიც აი მე-4 საუკუნეში და კერძოდ 305 ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ 305 წელს
აღესრულენ. უნდა ითქვას აი იმ ქრისტიანული ტრადიციის თვალსაზრისით და სწორედაც ქრისტიანული ტრადიცია არის განმაპირობებელი მთელი ამ რეალობისა, ამ ცხოვრებისა და მათ შორის აი იმ სოფლებისა, რომელიც უკვე დასახელებული იქნა. კვირიკეს სახელზე სვანეთში არის ცნობილი ეკლესია, წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია, რომელიც მაღალ მთის წვერზეა აშენებული და ეს კვირიკობის აქ აღინიშნება კვირიკობის დღესასწაული და ეს დღესასწაული იქ მაცხოვრებელი სვანებისთვის და არა მხოლოდ იქ მაცხოვრებელი სვანებისთვის, არამედ ამ დროს მთელი საქართველო ცდილობს, რომ შეიკრიბოს სწორედ წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესიაში და პატივი მიაგოს წმინდა კვირიკესა და მისი მოწამეობრივად აღსრულებულ დედას წმინდა ივლიტას ხსოვნას და იქ იმართება კვირიკობის დიდი სახალხო დღესასწაული კვირიკობა. ასევე ივლიტაში ჩემს მიერ უკვე ხსენებულ ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ ივლიტაში ხდება ამ დღესასწაულის აღნიშვნა და უნდა ითქვას, რომ ეს დღესასწაული როგორც სვანეთში, ისე მესხეთში აღინიშნება 28 ივლისს. დავიმახსოვროთ ეს ციფრი, რადგან ეს აი ამ ცნობილი, აი ამ მადლმოსილი წმინდანების ხსენების დღეა და 28 ივლისი ჩვენი თანამედროვე კალენდრის მიხედვით არის სწორედ ის დღე, რომელ დღესაც იქნა წამებული ეს ღვთივ განბრძნობილი და ღვთივ ესეთი სულ შეძრული დედაშვილი, რომლებიც დარჩნენ როგორც ნიშატინი თავისი სულიერი მეობისა და გამოხატეს ქრისტეს მიერ მიმართ დამოკიდებულება ისეთი განსაკუთრებული ფორმით, რომელი ფორმაც არასდროს არ დაიჭრდილება, რომელი ფორმასაც არასდროს ყავლი არ გაუვა და მათი ცხოვრება და მათი სახელები, როგორც იტყვიან, მარადისობასთან არის წილნაყარი და ისინი არიან წარმომადგენელი სწორედ იმ მარადისობისა, რომელი მარადისობაც უფალთან, უფლის მიერ სამყაროსთან და უფლის მიერ იმ ზეციურ სასუფეველთან არის დაკავშირებული, რომელსაც ქადაგებს და გვასწავლის ჩვენთვის ძვირფასი ქრისტიანული რელიგია. აქვე უნდა ითქვას ესეთი ხასიათობრივი მომენტების შესახებ, რომ 3 წლის კვირიკესთვის, ანუ აი ასეთი მცირე ასაკის მქონე ბავშვისთვის შეიძლება ქრისტიანობა მთლად გასაგები და როგორც იტყვიან, სიღრმისეულად ესეთი გაანალიზებული ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა, მაგრამ რწმენა და რწმენის ცხოველმყოფელობა უკვე იმდენად მყარად იყო ამ ბავშვში და იმდენად ერთმნიშვნელოვნად იყო ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული, რომ ის არა მარტო აი ამ რწმენის მიმდევარი, ამ რწმენის მოსიყვარულე იყო, არამედ ერთგვარი პრინციპი ჰქონდა, შინაგანი სულიერი პრინციპი ჰქონდა და თავდადება ჰქონდა, ისეთი როგორიც ქრისტიანს უნდა ჰქონდეს და აი 3 წლის ბავშვის აი ეს თავდადება გახდა ძალიან კარგი სკოლა და შეიძლება ითქვას ესეთი ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ მიუბაძოთ, ვემსგავსოთ მას და ვიქონიოთ სწორედაც ისეთი გულმხურვალება, რომელი გულმხურვალებაც არ იხევს ბოროტების წინაშე, არ უარყოფს იმ რეალიებს, იმ წარე რეალიებს მე ვიტყოდი და იმ მოწამეობრივ ესეთ ტრაგიზმს, რომელიც მათ შეხვდა ცხოვრებაში და ის ერთმნიშვნელოვნად რჩება ქრისტესი. რაც შეეხება ივლიტას, წმინდა ივლიტას მომენტს, აქ არის ერთის მხრივ დედობრივი ზრუნვა, ეს არის დედობრივი მადლი, დედობრივი თავდადება გამოხატული და მეორეს მხრივ აი ეს დედობრივი შინაგანი ღვაწლი დაკავშირებული არის უფალთან, უფლის სიყვარულთან, უფლის ერთგულებასთან და აი ეს ქმნის იმ სულიერ ერთობას, რასაც წარმოაჩენს წმინდა ივლიტა და აი ეს სახე შექმნა წმინდა ივლიტას ცხოვრებამ და მისმა თავდადებამ. ორივე დედაშვილი, წმინდა ივლიტა და წმინდა კვირიკე კი არიან ძალიან კარგი მაგალითი იმ დედაშვილობისა, რომელი დედაშვილობაც არა მხოლოდ დედაშვილობის მომენტით შემოიფარგლება, არამედ შემოიფარგლება იმ მარადიული სულიერი ღვაწლით, რომელიც უფალთან არის დაკავშირებული და რომელიც ქრისტიანული ცხოვრებისათვის არის დამახასიათებელი.
საინტერესო არის ალბათ ის ფაქტი, რომ უამრავი ზეპირი გადმოცემა არსებობს ფოლკლორული ესეთი ნიმუშები, ლექსები, რომელშიც წმინდა კვირიკეს სახელი მის დედასთან ერთად ესეთი ჟღერდება და მეორდება და ეს ყველაფერი კლავაცა და კლავაც მეტყველებს სახალხო დამოკიდებულებაზე აი ამ დედაშვილის მიმართ, ამ წმინდა დედაშვილის მიმართ სახალხო დამოკიდებულებაზე და მოვდივართ რა აი დღევანდელი ცხოვრების რეალობასთან უნდა ითქვას, რომ არ თბილისში და კერძოდ საბურთალოს რაიონში აიგო წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს სახელობის ახალი ეკლესია, რომელიც თავისი ცხოველმყოფელობის მქონეა, შეიძლება ითქვას ამ ეკლესიის წინამძღვართან ერთად აქ არის ისეთი სისხლსავსე ქრისტიანული ცხოვრება და აი ეს ცხოვრება წარმოჩინდება თანამედროვე რეალობაში, თანამედროვე ცხოვრების პირობებში და სწორედაც თანამედროვეობა არის ერთგვარად მისადაგებული იმ დიდ ისტორიულ რეალობასთან, რომელ რეალობასთანაც გვაკავშირებს და გვაშორებს, შეიძლება ითქვას, გვაშორებს 17 საუკუნე. 17 საუკუნე ძალიან დიდი დროა იმისა, რომ დავიწყებას მიცემოდა მათი სახელები, გარკვეულწილად გადაფასებული იყო ან გაფერფრთალებული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად აი ამ დიდი დროისა და აი ამ დიდი ესეთი ასპარეზისა, ჟამთასულის ასპარეზისა, უნდა ითქვას, რომ არათუ დააკლდა რამე იმ 8 წელს და იმ სულიერ სიდიადეს, რომელიც წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს სახელთან არის დაკავშირებული, არათუ დააკლდა, არამედ პირიქით გაძლიერდა, განევრცო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო სახიერი გახდათ. აქვე მინდა გავიხსენოთ ჯავახეთში და კერძოდ სოფელ კოთელიაში არსებული წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია, სადაც კვირიკობას აღნიშნავენ ჩვენი ჯავახები და პატივს მიაგებენ წმინდა კვირიკეს ხსოვნას. მრავალი ეკლესია წმინდა კვირიკეს სახელზე და წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს სახელზე და აი ამ მრავალი ეკლესიის ესეთი ერთი თავმოყრა და ჩამოთვლა შეიძლება ეხლა არ მოხერხდეს და ვერ მოხერხდეს, მე მხოლოდ რამოდენიმე ასეთი სალოცავი დავასახელე და ყველა ამ სალოცავში არის მადლი უფლისაჩვენისა, რომელიც წარმოჩენილია არა ზოგადის სახით და არა ესეთი ზოგად ქრისტიანული ცნების ფორმით, არამედ კონკრეტული ისტორიით და ეს კონკრეტული ისტორია გამოხატული არის როგორც წმინდა ივლიტას, ისე წმინდა კვირიკეს ცხოვრებაში. შეიქმნა უამრავი ხატი წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს უამრავი ხატი. ეს ხატები ძირითადად არის წარმოდგენილი ესეთი ფორმის, ესეთი იკონოგრაფიული კანონიკა შეიძინა ასეთი, რომ დგას დედა ფეხზე გამართული და მის გვერდით დგას შვილი, ეს მცირეწლოვანი კვირიკე და როგორც დედას ისე შვილს ხელში უჭიროთ პატარა ჯვრები, იმ ნიშნად იმისა, რომ ისინი არიან ჯვრის მტვირთველები, ისინი არიან ჯვრის მფლობელები და ისინი არიან ამ ჯვრის რწმენისთვის აღსრულებული წმინდანები. ხოლო მეორე ხელი როგორც დედას, ისე შვილს მისას წმინდა კვირიკეს აღმართული აქვს და ეს აღმართება, ხელის აღმართება იკონოგრაფიაში მიიჩნევა როგორც მლოცველი, რვაკურთხეველი ხელი და აი ამ შემთხვევაში ეს ხატი გამოხატავს სწორედაც აი ამ სულისკვეთებას, რომ გლოცავს და გვაკურთხებს წმინდა კვირიკე და წმინდა ივლიტა და უნდა ითქვას, რომ მათ მიმართ, აი ამ წმინდანების მიმართ დამოკიდებულებაც კლავაცა და კლავაც ცნაურდება შემდეგში, რომ ისეთი დიდია ცხოველმყოფელობა ამ წმინდანების მიმართ, რომ ის და შემწეობა ამ წმინდანებისა, რომ დიახაც ადამიანები შესთხოვენ და აი ეს შეწევნაც, როგორც იტყვიან, არ აყოვნებს და არ აგვიანებს. განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ჩვილებისთვის ევედრებიან მათ და სწორედაც აი ამ ჩვილების მფარველად მოიხსენიება, ასევე მფარველია ოჯახებისა და საოჯახო ურთიერთობისა და სხვა მრავალი მიზეზისა და გამო შეიძლება შევთხოვდეთ მათ, რამე თუ ისინი არიან არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც იტყვიან, მხოლოდ არამედ ის ზეციური მანათობლები ჩვენი ქრისტიანული რელიგიისა, რომელიც დამშვენებული არიან უფლისმიერი შარავანდედით და მათი სულიერი მეოხება, განეფინება
ყველასა და ყველაფერზე, ვინც მთხოვნელი, ვინც მავედრებელი და ვინც მომხსენებელია ამ ყველაფრისა. მაყურებელი ხედავს სხვადასხვა ხატებს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს შესახებ. ამ ხატებში შესამჩნევია ქვაში კვეთილი ხატი, ერთ-ერთი უძველესი ქვაში კვეთილი ხატი, ასევე ლითონში ესეთი ჭედურობით დამზადებული ხატი და შემდეგ ფერწერული ხატები, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია და საკმაოდ გავრცელებულია მთელს ქრისტიანულ სამყაროში და მათ შორის საქართველოში, იმ საქართველოში, რომელიც საქართველოშიც განსაკუთრებულად უყვართ მოწამეები, განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ მოწამეებს და მათ შორის ისეთ მოწამეებს, როგორიც წმინდა ივლიტა და წმინდა კვირიკია. აქ არის წარმოდგენილი ასევე ფოტო მასალა, როგორც სოფელ ივლიტაში არსებული სალოცავისა, ისე სვანეთში წმინდა კვირიკეს სახელობის მთაზე არსებული იმ ტაძრისა, სადაც იკრიბება მთელი საქართველო და კვირიკობის დიდ საეკლესიო და სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს. აქვე არის საბურთალოზე ჩემს მიერ უკვე ხსენებული ახალი ტაძარი წმინდა ივლიტასა და კვირიკეს სახელობისა, რომელიც ტაძარიც ესეთ ცხოველმყოფელ ცხოვრებას აგრძელებს და ქმნის იმ სულიერ და განავრცობს იმ სულიერ კულტურას, რომელიც წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს სახელთან არის დაკავშირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ცოდნა იმისა, რომ ვიცით ესეთი ფრაგმენტული ცხოვრება წმინდა ივლიტასა და კვირიკესი, რა თქმა უნდა არ კმარა და სასურველია, რომ ხშირად ვფიქრობდეთ მათზე, ხშირად ესეთი ლოცულობდით მათთვის და ვავედრებდეთ მათ თავს, რამე თუ ისინი მაღალი ცხოველმყოფელობით არიან დაჯილდოებული უფლის მიემართ და დიდია შემწეობა ყველაფერი ამის. მე არ მინდა კონკრეტული მაგალითებით ესეთი თავის წარმოჩენა ამ შემთხვევაში, თუმცა კი ერთი უნდა დავასახელო, რომ წმინდა კვირიკეს შემწეობა პირადად მეც მიგრძნია და მეც მიგრძნია ის მეოხება და ის სულიერი მხნეობა, რომელიც შეუძლია წმინდა კვირიკემ შთაგვაგონოს და აგვავსოს აი ამ სულიერი მადლით და ეს როგორც იტყვიან ფაქტობრივი მასალა ერთი კონკრეტული, რომელთანაც მე მქონდა პირადად შეხება. უამრავი ფაქტი ვიცით იმისა, რომ განიკურნენ მცირეწლოვანი ბავშვები, აი ეს სოფელი ივლიტა ვახსენე ახალციხის მუნიციპალიტეტთან, ქალაქ ახალციხესთან ახლოს და მე ვიცი, რომ ამ სოფელში ჩამოდიან სხვადასხვა სოფლებიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა კუთხეებიდან და თხოვენ წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს, თხოვენ შეწევნას და ეს შეწევნაც, როგორც იტყვიან, სათანადოდ მიიღება ყველას, როგორც იტყვიან, დამსახურებისა და თხოვნის გამო. ჩვენ აქ ხანდახან აგვიანებს ხოლმე ეს შეწევნა და ერთგვარი ინდიფერენტიზმი, ანუ უიმედობის მომენტი შეიძლება გაჩნდეს ამის გამო, მაგრამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ, შეწევნა მოდის და მოდის ისე და მოდის იმგვარად, როგორც ამას უფალი თვლის საჭიროდ და როგორც მიგვიჩნევს უფალი ამ შეწევნის ღირსად და ამ შეწევნის ადრესატად. ამიტომ თუ რაღაცა ისე არ დაემთხვა და თუ ეს მყისიერად და თუ ჩვენთვის სასურველი ფორმით არ იქნა წარმოჩენილი, ჩვენ ამაზე გული არ უნდა გავიტეხოთ და როგორც იტყვიან, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. უფალი განაგებს ყველაფერს და მათ შორის ჩვენ თხოვნასაც და ჩვენს სულიერ ლოცვასა და ჩვენს მისწრაფებასაც ხედავს უფალი და უფალი სწორედაც იმგვარად და სწორედაც ისეთი სახით მოგვაგებს პატივს, როგორც ეს სათნოა და საჭიროა თითეული ჩვენთაგანისთვის. საუბრობთ რა აი ამ კონკრეტულ წმინდანებზე უნდა ითქვას აუცილებლად აი ის სულიერი ღვაწლი, რომელიც მოწამეებთან არის დაკავშირებული და საბედნიეროდ ამისა ქართველისთვის ქრისტიანობა როგორც რელიგიური კულტურა ეს არ არის მხოლოდ სარწმუნოება, მხოლოდ ეკლესიური ცხოვრების წესი და მხოლოდ ეკლესიასთან დაკავშირებული ნიუანსი. ქრისტიანობა ქართველის ცხოვრებაში იმდენად სისხლორცეულად არის შემოსული და ქრისტიანობასთან თვითონ ქართველი და საქართველოს ეროვნული მენტალიტეტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმდენად არსებითად არის დაკავშირებული, რომ ქართველი
ცხოვრობს აი ამ წესით, ქართველი მთელი აი ამ წესის გარშემო ალაგებს საკუთარი ცხოვრების რეალობას და ქრისტიანული თვალსაზრისით ალაგებს მთელი თავისი ცხოვრების რეალობას, თავისი ცხოვრების მეობას და აი ამისი მაგალითი, აი ამისი ძალიან კარგი ნიმუში არის ის მოწამეები, რომლებიც ქრისტეს სახელით აღესრულნენ ამ ქვეყანაზე და მათ შორის წმინდა ივლიტა და წმინდა კვირიკე, რომელიც უკვე ითქვა, რომ 17 საუკუნის განმავლობაში მოძდებს ჩვენს ცხოვრებას, ანუგეშებს თითოეულ მათთაგანს, ვინც ითხოვს ამ ნუგეშს, ითხოვს ამ შეწევნას და მოდის აი ის კულტურა, სულიერი კულტურა, რომელიც კულტურაც სილდება რელიგიურ ჩარჩოებს, სილდება კონკრეტულ ეკლესიურ ცხოვრების წესს და ხდება საერთო სახალხო მოთხოვნის ნიმუში, სახალხო მოთხოვნის ერთგვარი სწრაფვა და რატომ არის რომ ქრისტიანები და ამ შემთხვევაში ქართველი ქრისტიანები ართმობენ ამ პოზიციას და არ იცვლიან რელიგიას, თუმცა კი საქართველოს ძალიან ბევრჯერ და ძალიან მრავალმა ესეთი თვითმპყრობელმა შესთავაზა ეს და დაუსახა როგორც იტყვიან ამ ქვეყნიური სამოთხე ნიშნად იმისა, რომ თუკი შეიცვლიდა ქართველი სარწმუნოებას და თუკი განუდგებოდა ამ სარწმუნოებას, ის აღმოჩნდებოდა ხელდასხმული იმ სარწმუნოებისა, იმ აგარიანელთა სარწმუნოებისა და მათი ხელისუფლების წარმომადგენლობისა, რომლებიც იპყრობდნენ საქართველოს, რომელიც აუქმებდნენ საქართველოში ხელისუფლებას, აუქმებდნენ საეკლესიო ცხოვრების წესს, მაგრამ ვერა და ვერ აუქმებდნენ იმ სიყვარულს, რომელიც სიყვარულიც ქართველებს ჰქონდათ ქრისტიანობის მიმართ და ამ სიყვარულის საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ითქვას, წარმოდგენილი არის მოწამეები და ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არის წმინდა ივლიტა და წმინდა კვირიკე, რომელიც მიუხედავად ამ ცხოვრებისეული დიდი ტრაგიზმისა, ისინი არიან იმდენად გამარჯვებული, იმდენად აღმატებული და იმდენად თვალსაჩინონი თავისი ცხოვრების წესითა და მათ შორის აი ესეთი გმირული აღსასრულით, რომ ეს ხდება მარადიულობასთან წილნაყარი და როგორც იტყვიან, დროში მოგდევს ჩვენ, დროში გვამხნევებს, დროში გვიბიძგებს უკეთესი ცხოვრებისკენ და უკეთესი ცხოვრება და უპირატესი ცხოვრება სხვა არაფერი არ არის, თუ არა ცხოვრება ქრისტესთან, თუ არა ცხოვრება ქრისტეს რელიგიით და იმ ქრისტიანული ბრწამსითა და იმ ქრისტიანული მცნებით, რომელიცაც გვიქადაგებს ქრისტე და აი სწორედაც უნდა შევითვისოთ ეს რელიგია, არა მარტო უნდა ვიცოდეთ და არა უნდა პატივს მივაგებდეთ, არამედ ჩვენი შინაგანი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ და გარკვეულ წილად ჩვენი სულიერი ცხოვრების ნაწილად უნდა ვაქციოთ და ეს რომ ვაქციოთ, ეს უნდა იყოს არა მოწოდება გოგიტა მელიქიძის ამ შემთხვევაში, არამედ მოწოდება იმ წმინდა ივლიტასი, რომელიც აი ესეთი სულიერი მეოხებითა და სულიერი სიმამაცით შეეწირა უფალს და განსაკუთრებული პატივის ღირსია 3 წლის ყრმა, რომელიც შეიძლება ითქვას ნიმუშია თავდადებისა, ნიმუშია ვაჟკაცობისა და ნიმუშია აი ესეთი სულიერი სიმამაცისა, რომელსაც ეს 3 წლის ყრმა გამოხატავს და წარმოაჩენს და სწორედაც მათი მეოხება, მათი სულიერი მეოხება უნდა გაუხსნათ კარი თითოეულმა ჩვენთაგანმა, უნდა გავითავისოთ და დავემსგავსოთ მათ, დავემსგავსოთ იმ დიდ სიყვარულში, იმ დიდ თავდადებაში და იმ დიდ სასოებაში, რომელიც მათ ჰქონდათ უფლის მიმართ და რომელიც სასოებითაც ისინი აღესრულნენ ამ ქვეყნიურ რეალობაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა გადის ყოველ სამშაბათს 22 საათზე და ყოველი სამშაბათი არის სატელევიზიო გადაცემა წუთისოფლის ეთერი და დრო წუთისოფლისა და ჩვენ ამ წუთისოფლის არა მხოლოდ შვილები ვართ, როგორც ამ ქვეყნიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არამედ მაყურებელიც უნდა ვიყოთ ისეთი სატელევიზიო გადაცემისა, როგორიც გახლავთ წუთისოფელი, რომლის ავტორიც ტიტრებში მითითებული არის და წერილობითი სახით და მე ვერბალური ფორმითაც გავიმეორებ ამას, რომ გახლავთ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის
თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ბრეგვაძე, მე კი წამყვანი ვარ ამ სატელევიზიო გადაცემისა, ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე, რომელიც გემსახურებით თქვენ და ვცდილობთ, რომ წარმოვაჩინოთ გვარები, საგვარეულო კულტურა და გვარებთან დაკავშირებული ის სარწმუნოებრივი მეობა და სარწმუნოებრივი თვითმყოფადობა, რომელსაც გვიჩვენებს, რომელსაც გვასწავლის და რომელსაც გვიქადაგებს ის წმინდანები, რომელ წმინდანებსაც დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ. წმინდა ივლიტა და წმინდა კვირიკე. გეწეოდეთ მადლი მისი.